ერთი რა მინდა, იცი, აი ეგ არა ხელისუფლებასთან მიმართებაში მაგათ ახლა აზრი არა აქვს ესა გელსო სახარებას უკითხავდნენ და ტყისკენ იყურებოდაო, მაგრამ თქვენ ვინც უშიშროების სამსახურში მოთავსებული ხართ მაგ რბილად და აკეთებთ იმას, რაც არ უნდა გააკეთოთ რა. აი თქვენ მინდა რა ორი სიტყვა რო გითხრათ, იმიტომ რაღაცა ლოგიკის თავი მაინც აგაქვთ და ალბათ იცით ყველაფერი სად იწყება და სად მთავრდება. გრძნობთ მაინც რა, იმიტომ რომ პირველად თუ მეორად თუ მესამედ ინფორმაციასთან სრული სურათი თუ არ აგაქვთ რა ხდება რაღაცა ეგრეთ წოდებულ აი მოზაიკის ნაგლეჯებთან, პაზლებთან ხო შეხება გაქვთ რა და ამ ხელისუფლების ბედი რა იქნება და როგორ იქნება მაგაზე არ მინდა არაფერი რო გითხრა. აი თქვენი ბედი როგორ იქნება საბოლოო ჯამში მინდა გკითხოთ. იფიქრიათ მაგაზე? არ გიფიქრიათ ხო? თქვენი ბედი კარგად არ იქნება. იმისათვის რომ რამე ირჩიოთ, რომ რამე წაიკითხოთ და რამე განახილეთ უკვე საკმაოდ დაგვიანებული არის თქვენთვის ეს. იმიტომ რომ თქვენ აღზრდა და განათლება აქამდე უნდა მიგეხოთ, რომელიც არ მიგიღიათ სამწუხაროდ. და ეს ერთადერთი ნიშანი არის, როგორც თქვენ უფლებას გაძლევთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში იმუშაოთ. ტრაგედია ეს ქვეყნისთვის. თქვენთვის არა, თქვენთვის შეიძლება რაღაცა დონის სიამაყეც არის ეს ყველაფერი, მაგრამ ქვეყნისთვის რო არის უბედურება, შეუგნებელი და განუღნათლებელი და არაკომპეტენტური კაცი რო მხოლოდ იმიტომ არის იქ რომ ვიღაცას კუჩი გაყვეს და გამოყვეს, ისიც კომპეტენციის გარეშე. და რაღაცა ტერმინები ისწავლეთ ცუდად ნათარგმნი ქართულად, არაშესაბამისი. და გონიათ რომ ეს თქვენ რაღაცა გმატებთ, გაძლევთ, ამ დროს არაფერს რა. ხო და როგორც იმას გეუბნებოდით რა, რამე რო გირჩიოთ, თქვენ მაგას არ გააკეთებთ. ყოველ შემთხვევაში წინს არ წაიკითხავთ, მაგრამ მე მაინც გირჩევთ ყოველ შემთხვევისთვის რა. თუმცა შეიძლება ცუდი შედარება იყოს, მაგრამ რაღაც დონეზე ალბათ თუ ვინმე ერთი კაცი მაინც დაფიქრდება თქვენში და გაიცნობა ამას, ხო? ჩავთვლი რომ რაღაც ჩემი მისია შესრულებული არის რა. იფიქრებს, დაფიქრდება თავის ყოფაზე, ქვეყნის ყოფაზე რო არ ფიქრობთ, ეგ მე ვიცი. ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, იმიტომ რომ საერთოდ რუსული ლიტერატურის და რუსული მწერლობის და რუსული კულტურის ციტირება ძალიან არაპოპულარული არის ჩვენ დროში, მაგრამ ახლა თქვენ ხელისუფლებასთან ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი და მარტო მხოლოდ ევროპელები კითხულობენ რა, თარგმნილ ტოლსტოის, დოსტოევსკის და რუსულ სიღრმისეულ ლიტერატურას. მათთვის არ არის ეს ტაბუირებულია თქვენთვის. მაგრამ ახლა ამას თავი დავანებოთ ამ იდეოლოგიურ განსხვავებებს და ბრძოლებსთან. იქნება სემიონოვის გაზაფხულის 17 გაელვება თუ გიყურებიათ. ხო. ძალიან ბევრი სერია აქვს რა, სერია რა, ძალიან ბევრი ტომი აქვს, აპატიეთ რა. თქვენ ენაზე გითხარით უცებ, იმიტომ თქვენ მარტო ყურება შეგიძლიათ, აღქმა არა სამწუხაროდ. ძალიან ბევრი ტომი აქვს რა. აჯექით და წაიკითხეთ რა. შტირლიცის ისტორია, მარტივად რო გითხრათ რა. დაჯექით და წაიკითხეთ. წაიკითხეთ. იმიტომ რომ ის შიდა ბრძოლები, რაღაც საბოლოო ჯამში დაღუპა საბჭოთა კავშირი, ისგანაც აბსოლუტურად შორს არის ქართული ოცნება. ვერასოდეს იმ დონემდე ვერ მივა, სახელმწიფოებრივად. დესპოტიზმით, ამითი, იმითი, ეხლა არ შევადარებ რა, მაგრამ ის გარემო რა, ფეიკი გარემო, საბჭოთა გარემო რო აქვს შექმნილი, თვითონ სისტემური რა. შეგიძლიათ მე კუბში 10000 ჯერ შეამციროთ და თქვენ მოდელს მიუსაბამოთ რა. როგორ გაწირა საბოლოო ჯამში სისტემამ ყველაზე დამსახურებული ადამიანი. არა მარტო საბჭოთა კავშირის წინაშე, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე. ფაშიზმთან მებრძოლი სტირლიცი. მაქსიმუშკა. მე სერიოზულად ვეჭვობ, რომ თქვენ ამ ნაწარმოებს და მწერლის სიღრმეებს ჩაწვდებით, იმიტომ იქ ძალიან სერიოზული პარალელებია რომის ისტორიასთან, რომის სახელმწიფოებრიობასთან. ლიტერატურულ დონეზე სერიოზულად ყველაფერი გადმოცემული, ქართველების ხასიათი მაგრად არის გადმოცემული. აი ფამილარული მიდგომები რა, მეგრულ სოფელში რო აქვთ განსაკუთრებით. დიდი მწერალია სემიონოვი.
და ამის სახელმწიფოებრივად ცუდად დატრიალება. თქვენ კარგად თუ გაქვთ იმის უნარი, რომ მარტო ვიღაცას უკანალში არ უყუროთ, სად მიდის, სად მოდის და ვისი ვისაში შედის, ალბათ დაინახოთ ამას. თუ წაიკითხავთ რა. და სწორ ანალიზებს გაავლით. თქვენ შეუმდგარო შტირლიცებ. ამითი არც სემიონოვს არ ვაკნინებ და არც ამ უზარმაზარ ნაწარმოებს, მართლა სერიოზულ ნაწარმოებს რა. სოფლიო მნიშვნელობის დონის ნაწარმოებს მე ვიტყოდი, რომ აი ესეთი ნაწარმოები, რომელიც არის ამ ჟანრში შექმნილი, გაცილებით მეტია თუნდაც ვიდრე 1984 ბესტსელერად რომ მიაჩნიათ აგერა ინგლისელი წერლის. ხო. ახლა არ შევალ ლიტერატურულ განშტებში, მაგრამ თქვენ ბრიყვებო. თქვენ თუ შეძლებთ რა. თქვენ ეს ნაწარმოები წაიკითხოთ, ტომეული წაიკითხოთ რა. ეს იქნება თქვენთვის ნოსტრადამუსული წინასწარმეტყველი. ყველაფერი ისე ამთავრდება რა, როგორც სერიალში აქვთ გადაღებული რა. Полковник Максим Максимович Исаев идет в Берлин. Он идет работать. იქედან რომ ბრუნდება მე. იქ რა ხდება? თქვენ იდიოტებო, თქვენ. აი მაგ ყველაფერს რო შეასრულებთ, რასაც გეუბნებიან, როგორ დამთავრდება თქვენი ყოფა. თქვენ არც შტირლიცის დონის ოპერატიული მუშაკები ხართ, არც მზვერავები ხართ, არა თქვენ ხართ კარფულში მიმაგრებული ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც გადმოგიყვანეს მათ, იმიტომ რომ ვიღაცას ტრაქში უყუროთ. როგორი იქნება თქვენი ყოფა? აი იფიქრეთ ამაზე. დაინახეთ საკუთარი უახლოესი მომავალი. შეძენით ამის გაკეთება, თუ არა მე შედეგები იქნება ფატალური. აი ესეთიც არა რა, შაიშმენაშვილის სპეცვიზით რო ამერიკაში გააცილეს და იქიდან რო ტირის. რატო არ ძებნილი? თქვენ იმაზე საზღარი ბედი გექნებათ რა. ის კიდე სხვა გარემოცვიდან იყო. და თქვენ რა გეშველებათ, თქვენ უპატრონოებთ თქვენ. იფიქრეთ ამაზე, თქვენ შეუმდგარო შტირლიცები. მადლობა.